აბა, მშვიდობა ყველას. ქრისტიანებო, ხო გვაქვს უფალი? იდება შენ და უფალო იესო. როგორ ახართ? ძმებოდადებო, გუშინ იყო, მაგრამ მე მაინც ყველას მოულოცავ, გილოცავთ სულიწმინდის მოფენის დღეს. ეს არის უდიდესი დღე იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ. ეკლესიაზე გადმოვიდა სულიწმინდა ღმერთი, პიროვნება. ნუ დაუჯერებთ იმას, ვინც ლაპარაკობს, რომ სულიწმინდა მარტო ძალაა და პიროვნება არა. რა თქმა უნდა, ის ღმერთის ძალა, იესოს ღმერთის ძალა, ღმერთის თავის ძალა, ღმერთსაც აქვს ძალა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულიწმინდა მარტო ძალაა და რაღაც ენერგია. სულიწმინდა პიროვნება, სულიწმინდა ღმერთია. და იესომ ასე ახსერა მასზე. მე უნდა დაგტოვოთ უთხრა მოწაფეებს, მაგრამ ნუ გეშინიათ, ობლად არ დაგტოვებთ. წარმოგზავნი ნუ გეშინცენელს, ჩემს მაგივრად წარმოგზავნი. იესოს თხოვნა დაჭირდა მამა ღმერთისადმი, რომ სულიწმინდა გამოიგზავნა. მან ასე თქვა, სახარებაში წერია, წაიკითხეთ. მან თქვა, მე მამას შევსთხოვ, რომ გამოგიგზავნოთ სულიწმინდა. ნუ გეშინცემელი, მასწავლებელი, დამრიგებელი, წინამძღოლი, ეკლესიის სიცოცხლე. ეკლესია, ძმებოდადებო და მორწმუნეებო, ეკლესიაში თუ არ არის სულიწმინდა, ის ეკლესია არაა. ის არის რაღაც კულტი, ადამიანთა კრებული მიმდინარეობა, სექტა, დაჯგუფება. ავყია დაწერე. სულიწმინდა სადაც არის, ის არის ცოცხალი ეკლესია. და იესომ შეგახსენებთ ერთ ადგილს, ყველა მიცით, ვინც არიცით, ალბათ გაიგონეთ პირველად, სახარებაში ასე წერია, მოციქულთა საქმის პირველ თავში. იესომ უთხრა მოწაფეებს. ისე არ დაგავიწყდეთ, რომ ქრისტეს მოწაფეებს ჰქონდათ იესო ქრისტეს კოლეჯი დამთავრებული. 3 წლიანი კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული. ეს არ იყო ამერიკელების, ქართველების. ეს არ იყო მართლმადიდებლური და კათოლიკური და ევანგელისტური ბიბლიური სკოლა. ეს იყო ქრისტეს სკოლა. ეს არ იყო ნუცა სკოლა და დაჩის ზღაპრებს კი არ სწავლიდნენ იქ. ეს იყო იესო ქრისტე იყო პირადად მათი მასწავლებელი. თქვენ წარმოგიდგენიათ? 3 წელი დღე და ღამე ხედავ შენს მასწავლებელს, მის ლაპარაკს, მის სწავლებას, მის აქციას, მის მიხრა მოხრას, მის ურთიერთობას ადამიანებთან, ცოდვილებთან, წიგნობრებთან, ფარისევლებთან, მღვდლებთან. 1 დღე, 2 დღე, 1 კვირა, 1 თვე, 6 თვე, 12 თვეს 1 წელი, წელიწადნახევარი, 2 წელი, 2 წელნახევარი, 3 წელი. წარმოგიდგენიათ, ამდენი ხანი უყურებ, უსმენ და რამდენი ინფორმაციის ისახარ დამტენი, რამდენს იტევ, რამდენი გინახია, რამდენი მოგისმენია. ეს არ იყო კაცო ჩვენებური 1 წლიანი და 2 წლიანი ბიბლიური სკოლა. ეს იყო 3 წლიანი, ქრისტე იყო ლექტორი, ქრისტე იყო მასწავლებელი. ხო და ამისთანა მოწაფეებს იესომ უთხრა, ნუ დატოვებთ იერუსალემს. არ წახვიდეთ. მეგრულად ასე ვიტყოდი მე, სოთინ ვიბარდღალათი სულიწმინდის გარეშე. ვინაიდან სულიწმინდის გარეშე თქვენ იქნებით უძალო, უსუსური. უკაცრავად და მეგრულად ვიტყვი ისე. პურტყი იქნებაო თქვენი ხადაგება. დაელოდეთო უთხრა. დაელოდეთ მამის აღთქმულს. თქვენ მოინათლებით სულიწმინდი, თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გარდმოვა სულიწმინდა და იქნებით ჩემი მოწმენი. სულიწმინდის გარეშე, მისი ნიჭების გარეშე, შენი ლაპარაკი არის საპნის ბუშტი, პურტყი. დააკვირდი, ყველა ლაპარაკობს. ტერეტერი, ყველა თავისას გაიძახეს.
მაგრამ პავლე რას ამბობს? ჩემი სიტყვა არ იყო სიტყვით, არამედ ძალით, მოქმედებით და ნიშნებით. ასევე მოწაფე მარკოს სახარებას ბოლო თავში, ბოლო მოხელში წერია, ისინი წავიდნენ, ქადაგებდნენ სახარებას და უფალი ამტკიცებდაო მათ სიტყვას მომდევნო ნიშნებით, სასწაულებით, მოქმედებით, განკურნება, განდევნა. ეს ხდებოდა ყველგან. რატომ? იმიტომ რომ სულიწმინდა იყო მათთან. სულიწმინდა ამტკიცებდა მათ ქადაგებას. ინკურნებოდნენ, იდევნებოდნენ, სასწაულები ხდებოდა. როცა ეს არ არის, ეს არის ის, რომ შენ ჯერ არ მონათულ ხარ სულიწმინდით და შენ სახარებაში ცხოვრობ. შენ მოციქულთა საქმეებში კი არ ცხოვრობ, შენ სახარებაში ცხოვრობ. ევანგელიაში ცხოვრობ. არადა იესომ თქვა. 3 წელი თუ 3 წელი თქვა. 3 წელი ნახევარი, 3 წელი იესოს კოლეჯში დამთავრებულებს უთხრა: არსად არ წახვიდეთ. სტოპ. დაელოდეთ მამის აღთქმოს. ხოლო როცა ის მოვა, ააბურთი და ამოედანი. ასე რომ დიდება უფალს, მადლობა ღმერთს. სამწუხაროდ ბევრი ზეიმობს, ალბათ ბევრი დათრებოდა გუშინ, სადღეგრძელებს აიღებდნენ, ერთმანეთს მიულოცავდნენ, სულიწმინდის გადმოსვლას გილოცავ და წავიდე იქ, სმაჭამა. მაგრამ სულიწმინდა ეს უხარია იმათ და აცოცხლებს იმათ, ვისაც აქვს მონანიებული, ვინც ირწმუნა იესო ქრისტე და ვინც მოინახა სულიწმინდა. აი ამის შესახებ მინდა დღეს ჩავწერო ერთი მომზადებული მას ქადაგება სიტყვა, რა ვიცი როგორც გინდათ და უწოდეთ, ამიტომ ელოდეთ ახალ სერიალს. აბაჰე და აბაჰო. კარგად იყავით. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და სულიწმინდის ძალა და მადლი არ მოკლებოდეს. დიდება უფალს, ჩვენს ღმერთს, რომელიც არის მამა, ძე და სულიწმინდა. დიდება შენ უფალო ღმერთო, მამაო ჩემო ზესიერო, შენ საყვარელ ძეში, იესო ქრისტეში, შენი სულიწმინდის ძალით და მოქმედებით. ამინ. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, აბაჰე და აბაჰო. წინ ზესისკენ. ამინ.